საშინაო სკოლის გაკვეთილებს წარმოგიდგენთ კომპანია სილქნედი. გაკვეთილის თემაა ინდუქცია. გაკვეთილზე განვიხილავთ მსჯელობის ინდუქციურ და დედუქციურ მეთოდებს. მათემატიკა უძველესი მეცნიერებაა, რომელმაც პირველი აღმავლობა განიცადა ჩვენ წელთაღრიცხვამდე მეხუთე-მეოთხე საუკუნეებში, ძველ საბერძნეთსა და ელინისტურ სამყაროში. სწორედ აქ დამკვიდრდა პირველი მისწრაფება წმინდა ლოგიკური დამტკიცებისაკენ. დღეს განვიხილავთ ჩვენ გაკვეთილზე მსჯელობის ინდუქციურ და დედუქციურ მეთოდებს. ინდუქციური მეთოდით მსჯელობის დროს ჩვენ განვიხილავთ კერძო შემთხვევებს. კერძო შემთხვევების განხილვის საფუძველზე ვაკეთებთ დასკვნას ან გამოვთქვავთ რაიმე ვარაუდს, ანუ ჰიპოთეზას. რადგან ვიხილავთ კერძო შემთხვევებს, შესაძლოა განვიხილოთ ყველა კერძო შემთხვევა. ეს არის სრული ინდუქციის მეთოდი, ესე იგი, თუ ვიხილავთ ყველა კერძო შემთხვევებს, ყველა შესაძლო კერძო შემთხვევებს, მაშინ ვაკეთებთ დასკვნას, რომელიც არის ჭეშმარიტი. ხოლო თუ ვიხილავთ ზოგიერთ კერძო შემთხვევას, ესე იგი არა ყველა კერძო შემთხვევას, მაშინ შეგვიძლია გამოვთქვათ ვარაუდი, ანუ ჰიპოთეზა და ეს არის არასრული ინდუქციის მეთოდი. არასრული ინდუქციის მეთოდით გამოთქმული ვარაუდი შესაძლოა იყოს მცდარი ან ჭეშმარიტი. ხოლო დედუქციური მეთოდით მსჯელობის დროს გვაქვს ზოგადი თეორემა და ზოგადი თეორემის საფუძველზე ვიღებთ კერძო შემთხვევებს. ახლა კი განვიხილოთ ინდუქციური და დედუქციური მსჯელობის მეთოდები. პირველ რიგში განვიხილოთ 3-დან 21-მდე ნატურალური რიცხვები. ლუწი ნატურალური რიცხვები. გვაქვს 4, ეს არის 2-სა და 2-ის ჯამი. 6 არის 3-სა და 3-ის ჯამი. 8 5-სა და 3-ის ჯამი. 10 5-სა და 5-ის ჯამი. ასევე 10 შეიძლება წარმოდგენილი იყოს 7-სა და 3-ის ჯამის სახით. 12 7-სა და 5-ის ჯამი. 14 7-სა და 7-ის ჯამი. ასევე 11-სა და 3-ის ჯამი. ესე იგი 14 წარმოდგენილი გვაქვს როგორც 11-სა და 3-ის ჯამი, ასევე 7-სა და 7-ის ჯამი. 16 არის 11-სა და 5-ის ჯამი. 18 ჩაიწერება 11-სა და 7-ის ჯამი. ასევე შეიძლება ჩაიწეროს 13-სა და 5-ის ჯამით. 20 არის 13-სა და 7-ის ჯამი. და 22. 22 შეიძლება ჩაიწეროს 11-სა და 11-ის ჯამით. ასევე შესაძლოა ჩაიწეროს 17-სა და 5-ის ჯამით. და შესაძლოა ჩაიწეროს 19-სა და 3-ის ჯამით. თუ დავაკვირდებით, შევნიშნავთ, რომ 3-დან 21-მდე ლუწი რიცხვები წარმოადგენს 2 მარტივი რიცხვის ჯამს. შეგახსენებთ, რომ მარტივი ეწოდება რიცხვს, რომელსაც მხოლოდ 2 გამყოფი აქვთ, 1 და თავისი თავი. აქედან გამომდინარე, უმცირესი მარტივი რიცხვი არის 2 და ეს არის ერთადერთი ლუწი მარტივი რიცხვი. რადგან 1-ს მხოლოდ 1 გამყოფი აქვს, ამიტომ ის არც მარტივია და არც შედგენილი. ამიტომ არ განვიხილავთ 4-ს როგორც 3-სა და 1-ის ჯამს, ან 6-ს როგორც 5-სა და 1-ის ჯამს. ამრიგად, ჩვენს მაგალითში გამოვიყენეთ სრული ინდუქციის მეთოდი, რადგან ჩვენ განვიხილეთ ყველა ლუწი რიცხვი 4-დან 22-ის ჩათვლით, რომლებიც მოთავსებული იყო 3-სა და 21 შორის. ამიტომ
დასკვნაც, რომ 3-დან 21-მდე ლუწი რიცხვები არის 2 მარტივი რიცხვის ჯამი, ჭეშმარიტი არის. ახლა განვიხილოთ მეორე მაგალითი. ნებისმიერი ნამდვილი A და B რიცხვებისათვის გვაქვს A-სა და B-ს ჯამის მოდული, ნაკლებია ანტოლი, A-ს მოდულს დამატებული B-ს მოდული. ამ უტოლობის დასამტკიცებლადაც გამოვიყენოთ სრული ინდუქციის მეთოდი. ესე იგი, განვიხილოთ ყველა შესაძლო შემთხვევა. პირველი შემთხვევა, როდესაც A და B რიცხვები ნულის ტოლი რიცხვებია. ესე იგი, A უდრის 0-ს, B უდრის 0-ს. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღებთ, რომ 0-ს პლუს 0-ის მოდული უდრის 0-ის მოდულს პლუს 0-ის მოდული. ესე იგი, პირველ შემთხვევაში, როდესაც A და B რიცხვები ნულის ტოლი რიცხვებია, უტოლობა ჭეშმარიტია. განვიხილოთ მეორე შემთხვევა, როდესაც ერთ-ერთი რიცხვი ნულისაგან განსხვავებულია. ვთქვათ, A უდრის 0-ს და B განსხვავებულია 0-ისაგან. მაშინ მივიღებთ, რომ 0-ს პლუს B უდრის 0-ის მოდულს დამატებული B-ს მოდული. აქაც შესრულდა უტოლობის მეორე პირობა, ტოლობა და აქედან გამომდინარე, მოცემული განხილული შემთხვევისთვის უტოლობა ჭეშმარიტია. განვიხილოთ მესამე შემთხვევა, როდესაც A და B რიცხვები ერთნაირნიშნიანი რიცხვებია. ესე იგი, გვაქვს A მეტია 0-ზე და B მეტია 0-ზე. აქედან გამომდინარე, მივიღებთ A და B რიცხვების ჯამის მოდული უდრის A რიცხვის მოდულს დამატებული B რიცხვის მოდული. ახლა განვიხილოთ შემთხვევა, როდესაც A და B რიცხვები უარყოფითია. ესე იგი, A ნაკლებია 0-ზე და B-ც ნაკლებია 0-ზე. აქედან გამომდინარე, A და B რიცხვების ჯამის მოდული უდრის A-ს მოდულს დამატებული B-ს მოდული. როგორც ვიცით, ორი უარყოფითი რიცხვის შეკრების დროს მოდულებს ვკრიბავთ და წინ ეწერება მინუს ნიშანი. ახლა განვიხილოთ შემთხვევა, როდესაც A და B რიცხვები სხვადასხვა ნიშნიანი რიცხვებია. ესე იგი, მეოთხე შემთხვევა, როდესაც A მეტია 0-ზე და B ნაკლებია 0-ზე. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვიღებთ, რომ A და B რიცხვების ჯამის მოდული ნაკლები იქნება A-ს მოდულს დამატებული B-ს მოდული. ამ შემთხვევაში შესრულდა უტოლობის პირველი პირობა, რომ A და B რიცხვების ჯამის მოდული ნაკლებია A-ს მოდულს დამატებული B-ს მოდული. ამრიგად, სრული ინდუქციის მეთოდის გამოყენებით ჩვენ დავასაბუთეთ, რომ ნებისმიერი ნამდვილი A და B რიცხვებისათვის A და B რიცხვების ჯამის მოდული ნაკლებია ანტოლი A-ს მოდულს დამატებული B-ს მოდული. ახლა გავიხსენოთ, როგორ პროგრესიას ეწოდება არითმეტიკული პროგრესია. არითმეტიკული პროგრესია ეწოდება მიმდევრობას, რომლის ყოველი წევრი დაწყებული მეორედან მიიღება წინა წევრზე ერთი და იმავე რიცხვის დამატებით. ესე იგი, თუ გვაქვს მიმდევრობა A1, A2, A3, A4, A5 და ასე შემდეგ AN. სადაც A2 უდრის A1-ს დამატებული D. ყურადღება მივაქციოთ D-ს კოეფიციენტს. D-ს კოეფიციენტი პირველ გამოსახულებაში არის 1, რომელიც ტოლი არის 2-ს მინუს 1-ის. A3 უდრის A2-ს დამატებული D. თუ შევიტანთ A2-ის მნიშვნელობას გამოსახულებაში, მივიღებთ, რომ A3 უდრის A1-ს დამატებული 2D, სადაც D-ს კოეფიციენტი გვაქვს 2. 2 კი ტოლი არის 3-ს მინუს 1-ის. A4 უდრის A3-ს დამატებული D. ეს უდრის A1-ს დამატებული 3D.
3 ტოლი არის 4-ს მინუს 1-ის. A5 უდრის A4-ს დამატებული D. ეს კი უდრის A1-ს დამატებული 4D. 4 ტოლი არის 5-ს მინუს 1-ის. ჩვენ განვიხილეთ ზოგიერთი კერძო შემთხვევა, განვიხილეთ 4 კერძო შემთხვევა და შეგვიძლია გამოვთქვათ ვარაუდი, ანუ ჰიპოთეზა, რომ n-ური წევრი AN უდრის A1-ს დამატებული n-1 გამრავლებული D-ზე, სადაც n-ი ნატურალური რიცხვია. შევნიშნოთ, რომ ეს ფორმულა სამართლიანია, რომელიც მტკიცდება მათემატიკური ინდუქციის მეთოდით. ახლა კი განვიხილოთ არასრული ინდუქციის მეთოდით და დავასაბუთოთ ლეონარდ ეილერის მოსაზრება f(x) რიცხვის შესახებ, რომელიც ჩაიწერება f(x) უდრის x კვადრატს დამატებული x დამატებული 41. მოცემული სამწევრი ლეონარდ ეილერის მოსაზრებით არის მარტივი რიცხვი ნებისმიერი x ნატურალური x რიცხვისთვის. თუმცა მოგვიანებით თვითონვე შენიშნა, რომ მოსაზრება მცდარი არის. მართლაც თუ შევამოწმებთ სამწევრის მნიშვნელობას 0-დან 10-მდე რიცხვებისთვის, მაგალითად განვიხილოთ f0-ისა. f0-ისა უდრის 0-ს დამატებული 0 დამატებული 41. ეს უდრის 41-ს. როგორც ვიცით, 41 მარტივი რიცხვია. ახლა განვიხილოთ f1-ისა. f1-ისა ეს არის 1-ს დამატებული 1 დამატებული 41. ეს უდრის 43-ს. 43-იც მარტივი რიცხვია. და ასე შემდეგ განვიხილოთ f10-ისა. f10-ისა ეს უდრის 100-ს დამატებული 10 დამატებული 41. ეს კი არის 151. 151-იც მარტივი რიცხვია. ახლა განვიხილოთ ფორმულა, როდესაც x უდრის 41-ს. ესე იგი, f41-ისა უდრის 41-ის კვადრატს დამატებული 41 დამატებული 41. გავიტანოთ 41 ფრჩხილებს გარეთ. გვექნება 41 გავამრავლოთ 41-ს დამატებული 1 დამატებული 1. რაც არის 41-ისა და 43-ის ნამრავლი. ეს კი უდრის 1763-ს. მივიღეთ 1763 არ არის მარტივი რიცხვი, ის არის შედგენილი რიცხვი, რადგან მას გარდა 2 გამყოფისა, ერთისა და თავისი თავისა, მას აქვს კიდევ 2 გამყოფი, ეს არის 41 და 43. ახლა კი განვიხილოთ მსჯელობის დედუქციური მეთოდის მაგალითები. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მსჯელობის დედუქციური მეთოდით მსჯელობის დროს გვაქვს ზოგადი თეორემა და ზოგადი თეორემის საფუძველზე ვიხილავთ კერძო შემთხვევებს. მაგალითად, ზოგადი თეორემა არის, რომ თუ ციფრთა ჯამი იყოფა 3-ზე, მაშინ ეს რიცხვი 3-ის ჯერადია. კერძო შემთხვევა იქნება, განვიხილოთ რიცხვი 2709. 2709 ჩაწერილი არის 2-ს, 7-ის, 0-ის და 9-ის საშუალებით. მათი ჯამი 2-ს დამატებული 7 დამატებული 0 და დამატებული 9 არის 18. 18 კი იყოფა 3-ზე. ესე იგი 2709-ს გაიყოფა 3-ზე. ან მეორე მაგალითი, ზოგადი თეორემა გვაქვს, თუ ერთი სამკუთხედის 2 გვერდი და მათ შორის მდებარე კუთხე შესაბამისად ტოლია მეორე სამკუთხედის 2 გვერდისა და მათ შორის მდებარე კუთხის, მაშინ ეს სამკუთხედები ტოლია. კერძო შემთხვევა იქნება, თუ მოცემული არის A, B, C და M, N, K სამკუთხედები, სადაც
სადაც AB ტოლი არის MN-ის, BC უდრის NK-ს და კუთხე B უდრის კუთხე N-ს, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამკუთხედი ABC ტოლი არის სამკუთხედი MN-კასი. ამრიგად, გაკვეთილზე განვიხილეთ მსჯელობის ინდუქციური და დედუქციური მეთოდები. როგორც უკვე ვთქვით, ინდუქციური მეთოდით მსჯელობის დროს ვიხილავთ კერძო შემთხვევებს და ვაკეთებთ ზოგად დასკვნას, ხოლო დედუქციური მსჯელობის დროს გვაქვს ზოგადი თეორემა და ვიხილავთ კერძო შემთხვევებს. ამით გაკვეთილი დასრულებულია. გმადლობთ ყურადღებისათვის. გისურვებთ წარმატებებს.